სენაკის რადიო. ლიტერატურული ბანაკი 2025. დღე დილით ავტობუსში ჩასხდომა თითქოს ერთი დიდი მოგზაურობის დასაწყისს დაემსგავსა. უცხო სახეები, მაგრამ საერთო მოლოდინი. გზა თითქოს უფრო მოკლე გახდა, რადგან წინ ჩვენ გველოდა ის, რაც ჩვეულებრივ დღეებს არ ჰგავდა. სასტუმროში მისვლა, გარემო, ოთახები და პირველი შთაბეჭდილებები ნელ-ნელა ერთ დიდ სურათად იკვეთებოდა. ტრენინგი კომუნიკაციასა და შემოქმედებით აზროვნებაში. აღამოს ლიტერატურული საუბრები, წიგნები, იდეები, მოსაზრებები. დღის ბოლოს ფერად ფურცლებზე გადავიტანეთ ჩვენი ემოციები და შთაბეჭდილებები. უნიჭერეს პოეტ დავით ქაქუთიასთან შეხვედრა, საუბრები ლიტერატურაზე, პროზასა და პოეზიაზე. მოდით ახლა გიგისთან მივიდეთ, გიგი ჩვენი ბანაკის ერთ-ერთი ტრენერია. მაინტერესებს რაზე მუშაობდა წინ რა გველოდება ამ ბანაკის განმავლობაში. შეეხება რაზე მუშაობ მონაწილეებთან ერთად ვსიუბრობ მეთოდოლოგიური ლექსი შექმნა რომ გამოხატოს ასე ვთქვათ იდეა ალბათ ამ ბანაკის. რაც შეეხება წინაგველოდება ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა გველოდება, საინტერესო სტუმრები, რომლებიც რეალურად დაგანახებენ თუ რას ნიშნავს ლიტერატურა, როგორი შეიძლება იყოს თქვენ ასახში ლიტერატურა და რამდენ შეგიძლია მიაღწევთ. მოგცემენ იმ სწორ მოტივაციას, რომელიც მიგაღწევინებთ ძალიან ბევრს და შეგაყვარებთ მაქსიმალურად ლიტერატურას. მადლობა. საღამოს ძალიან საინტერესო აქტივობა გველოდება კოცონთან, რისთვისაც სივრცე უკვე ეწყობა. ანანო, შეგიძლიათ ხარაზე მუშაობ? მე ვმუშაობ ლექსზე, რომელიც ეხება ჩემი გულის სტილს, რომელიც ადამიანებმა მოახერხეს. დღეს ბანაკში ყოფნის მეორე დღეა. თითოეული მონაწილე მუშაობთ ჩვენს ნაშრომებზე, რომ რედაქტორს გავუგზავნოთ. ეს პროცესი კი ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობს. მომდევნო დღეების განაცვლით საინტერესო აქტივობებსა და დადებით ემოციებს. ღამით კოცონი, კითხულობდით ლექსებს, ღეროდით, ვიცინოდით და საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. შემდეგ გვქონდა ჩართვა რედაქტორთან. მივიღეთ ძალიან გამოსადეგი რჩევები. ტრენინგები და ძალიან საინტერესო აქტივობები. შეხვედრა და საუბრები ლიტერატურაზე მწერალ დავით ქართველიშვილთან. მოდით ახლა ბანაკის მონაწილეებთან მივიდეთ და ვკითხოთ, როგორ შეაფასებენ ამ დღეს ერთი სიტყვით. მეგობრებო, როგორ შეაფასებთ ბანაკის მესამე დღეს ერთი სიტყვით? მრავალფეროვანი. მარიამ, შენ? დასამახსოვრებელი. დისკუსიები მწერალთან და ჩვენი ნამუშევრების გაზიარება. ჩვენ ვართ ხელოვანთა ჯგუფი. და ვამზადებით ჩვენი პერფორმანსის წარსადგენად საღამოს ღონისძიებას. და ჩვენი ღონისძიება სახელწოდებით 9 მუზა დაიწყო.
ყველამ ჩვენი ნიჭი წარმოადგინეთ, რაც ძალიან საინტერესო იყო. სახელოს, ნო? და მინდა ვილაპარაკო სულიად სამას ხალხო ადამიანს. ამიტომ იწყებს ასე მხიარულად დასრულდა მესამე დღე ბანაკში. დილა ფსიქოლოგთან ჩართვით დაიწყო. მისი სიტყვები თითქოს სარკეს ჰყავდა, სადაც საკუთარ ფიქრებს ვხედავდით და უფრო ღრმად ვაცნობიერებდით, რას ვგრძნობდით. შემდეგ პარკში გავისერნეთ. ლიტერატურული ბანაკის 25 სპონსორია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. გზაშიც ძალიან გავერთეთ. აუზით წავედით, სადაც ასევე ძალიან მხიარული დრო გავატარეთ. დღე ახალგაზრდა მწერალ ერეკლე ბეჟუაშვილთან ჩართვით გაგრძელდა. გამოსამშვიდობებელი საღამო სითბოთი და ემოციებით იყო სავსე. ტორტმა საბოლოოდ დააგვირგვინა ჩვენი დღეები. ხოლო ფოიერვერკმა ცას ისეთი ფერები შემატა, თითქოს ჩვენი ემოციები აღბეჭდა ცაზე. დღეს სიტყვების მოდის ჩვენებითა და დაჯილდოებით დასრულდა. ბოლო დღე ბანაკში. დილა განვლილი დღეების შეჯამებით დავიწყეთ. შემდეგ ჩვენი მთელი ემოციები ფერად ქაღალდებზე გადავიტანეთ. წასვლის დროც მოვიდა. ცოტა სევდიანი, მაგრამ ამავდროულად განვლილი დღეებით კმაყოფილი. ამ რამდენიმე დღეში ნამდვილი ოჯახი გავხდით. ერთმანეთი გავიცანით, დავუმეგობრდით და ისეთი მოგონებები შევქმნით, რომლებიც სულ თან გაგუყვება. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ მერიის წარმომადგენლებს, ბატონ ზაზას და ბატონ გიორგის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ბანაკი ასეთი დაუვიწყარი ვერ იქნებოდა. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს ტრენერებსაც, ქალბატონ მაიას და ბატონ გიგის. თქვენმა ენერგიამ, ცოდნამ და დამოკიდებულებამ თითოეული დღე შინაარსითა და სითბოთი აავს. ბოლო დღეს ყველამ ერთად ვიგრძენით, რომ ეს დასასრული კი არა, ახალი გზის დასაწყისი იყო. გზის, სადაც თან მიგქონდა მეგობრობა, შთაგონება და გამოცდილება. ლიტერატურული ბანაკი 20-25 სავსე იყო ემოციებით, სიახლეებით. უმთავრესი მაინც ის იყო, რომ უმეტესობამ პირველად შექმნა ლიტერატურული ნაწარმოები. პირველად დაწერა ლექსი, ჩანახატი, დღიურები. მე კი ყველაფერთან ერთად მოვინდომე და ეს დღეები ვიდეო კადრებად დავკინძე. ბევრი რამ ვერ დაიტია ამ ფილმმა, თუმცა გარწმუნებთ, რომ იმ ემოციას, რაც ამ 5 დღის მანძილზე განვიცადეთ, ვერაფერი დაიტევს. ბანაკლები მოუთმენლად ველით ჩვენი ნამუშევრების წიგნად გამოცემას. ამისთვის დღე და ღამე უმუშაობთ. ასე რომ შევხედრამდე, რადგან წინ ჩვენი წიგნის პრეზენტაცია გველის. სენაკის რადიო.
სენაკის რადიო. მე ვარ მარიამ კეიდია, ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე. ლიტერატურულ ბანაკში 5 დღიანმა მონაწილეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ბაკურიანისკენ მიმავალი გზა თავიდანვე გამორჩეულად საინტერესო იყო. მონაწილეები აქტიურად ცდილობდნენ ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. სასტუმროში ჩასვლამდე უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს პოეტებმა დავით გაგუთია და დავით ქართველიშვილმა. აღფრთოვანებული ვიყავი მათი ლექსებით, საუბრით და გამოცდილებით. ვეცადე მეც მესწავლა და გამეთვალისწინებინა მათი რჩევები. სწავლის გარდა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ღამეები, რომლებსაც ერთად ვატარებდით. საუბრობდით, ვიცინოდით, ვღეროდით და ლექსებს ვყვებოდით. სასტუმროს გასართობის სივრცე, ეზო, სასრიალოები, რომლებიც მალევე ჩვენმა ჟიამულმა გააფერადა. ბანაკის ფარგლებში პირველად დავწერე ლექსი. ერთ-ერთ თავისუფალ მომენტში დივანზე ჯდომისას მოულოდნელად მომივიდა შთაგონება და პირველი სტროფი თავისთავად ჩამოყალიბდა. მისი დასრულების შემდეგ განსაკუთრებული კმაყოფილება და სიამაყე ვიგრძენი. ტექსტმა შემდგომში არაერთი რედაქტირება გაიარა, რაც შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა. ბანაკის მონაწილეები ერთად ვქმნით მყუდრო და შემოქმედებით გარემოს. ვაგროვებდით მოგონებებს და აქტიურად ვიყავით ჩართულები საერთო პროცესებში. ჩემი მხრიდან განსაკუთრებით გამოიკვეთა მაღალი ჩართულობა და ინიციატივა. ეს ბანაკი შესაძლებლობებით მდიდარი გამოცდილება იყო, რომელმაც არამხოლოდ ახალი ცოდნა, არამედ თვით გამოხატვისა და განვითარების მნიშვნელოვანი უნარები შეგვძინა. მნიშვნელოვანია მრავლად შეიქმნას მსგავსი ახალგაზრდებზე და მათ ინტერესებზე მორგებული ღონისძიებები. სხვადასხვა საგანმანათლებლო და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები ახალგაზრდებს აძლევენ შესაძლებლობას მიიღოთ დამატებითი ცოდნა, გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ თვით განვითარების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა თავად გამოთქვან სურვილი და იყვნენ ჩართულები მსგავს ღონისძიებებში. ინიციატივის გამოჩენა და აქტიური მონაწილეობა აჩვენებს მათ სწრაფვას, ინტერესს და პასუხისმგებლობას საკუთარი მომავლის მიმართ. სწორედ ასეთი ჩართულობა ქმნის აქტიურ, გამოცდილ და განათლებულ თაობას. ერთი სიტყვით ლიტერატურულმა ბანაკმა შეგვიქმნა მოგონებები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრება. სენაკის რადიო. ჩემი სახელია ნანა ეფენია და მინდა მოგიყვეთ ლიტერატურულ ბანაკში გატარებულ დღეებზე, რომელიც ჩემთვის უბრალო გამოცდილება არ ყოფილა. ეს იყო დრო, როცა საკუთარ თავს სხვანაირად შევხედე, თავიდან ყველაფერი ახალი და ცოტა უცნობიც კი იყო, ადამიანები, გარემო, საუბრები, მაგრამ ძალიან მალე ეს სივრცე იქცა ადგილად, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა ფიქრი, წერაც და საკუთარ ემოციებზე ხმამაღლა საუბარი. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ალბათ ჩემზე იმან მოახდინა, რომ აქ ლიტერატურა მხოლოდ წიგნები არ იყო. ის გახლდათ, ასე რომ ვთქვათ, ემოციების ერთგვარი გაზიარების საშუალება, სხვის მოთხრობებში და ლექსებში საკუთარი განცდები ვიპოვე, ხოლო ჩემი სიტყვებით საკუთარი ხმის მნიშვნელობა გავაცნობიერე. იყო მომენტები, როცა მეგობრების ნაწერები მაფიქრებდა, მაწუხებდა, მაბედნიერებდა, ან უბრალოდ მაფიქრებდა იმაზე, რაზეც ადრე არასდროს არ მიფიქრია. ასევე ძალიან ვიყავი გახარებული იმ ფაქტით, რომ ამდენ ახალგაზრდებს შევხვდი, რომლებსაც აინტერესებდათ, აფიქრებდათ და აღელვებდათ ლიტერატურა, ისე როგორც მე. ამ ბანაკმა მასწავლა, რომ სიტყვებს შეუძლიათ ადამიანები ერთმანეთთან ძალიან ახლოს მიიყვანოს. წამოვედი უფრო თავდაჯერებული, უფრო დაკვირვებული, უამრავი ახალი მეგობრები და რა თქმა უნდა უფრო მოტივირებული, არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. გარდა ამისა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც ჩვენი ბანაკის წიგნი ხელში პირველად დავიჭირე, ძალიან ვამაყობ ყველა ჩემი მეგობრით, მენტორებით და
ჩემით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად შევძელით. ეს გამოცდილება ჩემში დიდხანს დარჩება, როგორც ადგილი, სადაც უსაყვარლესი პიროვნებები გავიცანი და ძალიან ბევრი ახალი რამ შევისწავლე.